მოგესალმებით ძვირფასო ტელემოყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. გიორგი, მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ დავით მეფის დაბრუნებაზე სამშობლოში, კერძოდ ის გამეფდა იუდეაში და ვისაუბრეთ დაპირისპირებაზე, რაც დავით მეფის გარემოცვასა და საულ მეფის ოჯახის გარემოცვას შორის ხდება. აბენერი, ერთის მხრივ საულ მეფის სახლის გულშემატკივარი და ესეთი სახელმწიფოებრივი მოაზროვნე და მეორე მხრივ იოაბი, რომელიც მეფე დავითის გარემოცვარი და ესეც ასეთივე მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე. ორივე ემსახურება მეფის ინსტიტუტს, ერთს თავისი ხედვა აქვს, მეორეს თავისი ხედვა აქვს და ბრძოლა და ტრაგედია უკვე მოხდა. წინა გადაცემაში ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ ამ ორ მხედართმთავარს შორის და აბენერმა, საულის სახლის მცველმა, მოკლა იოაბის ძმა და მხოლოდ ამის შემდეგ დასრულდა ეს ლოკალური კონფლიქტი. თუმცა კიდევ უფრო გაღვივდა ეს და კიდევ უფრო დამძიმდა. მეფე დავითის მომავალი არის ის, რომ გაერთიანდეს ისრაელი და ცხებული დავით მეფე შეუდგეს თავის მეფობას სრულყოფილად. აქედან რომ გავაგრძელოთ თხრობა. მართალზანეთ მანდრია, როდესაც დავითის სამშობლოში დაბრუნების კონტექსტია საუბარი, დავითის ახლა უწინარესი მიზანი არის ისრაელის გაერთიანება. მისი მეფობა ვერანაირად ვერ მოთავსდება ერთი ტომის ფარგლებში. ეს არ არის ის მისია, რომელთაც ღმერთმა აღჭურვა ის. აქ დავითი ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით, ჯერ კიდევ იმტკიცებს სამეფო ხელისუფლებას, თუმცა წინ დიდი პრობლემებია. აქ ერთი რამ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ არც დავითი იბრძვის გასაერთიანებლად და არც აბენერის მიერ გამეფებული საულის ძე იბრძვის დავითის წინააღმდეგ. თითქოს მისი ქვეშევრდომები ცდილობენ, რომ ეს რაღაცა მოაგვარა. გეთანხმებით მანდრია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დავითი ხელს არ უშლის ამ პროცესს, მისთვის ეს აბსოლუტურად ისეთ ან ვერ უშლის. ან ვერ უშლის, შეიძლება. ყოველ შემთხვევაში ვილაპარაკეთ, რომ იოაბი საკმაოდ ისეთი რთული სამართავია და გავლენიანი. საკმაოდ თამამია, კი. და ამას მე დავითიც აღიარებს ცოტა მოგვიანებით. აქ ერთი ამბავი მოხდება, რის გამოც მოვლენები დაჩქარდება. რა არის ეს ამბავი? ამბავი უკავშირდება საულის ამ ყოლად უნიჭო, ყოლად, ასე ვთქვათ, გამოუსადეგარი მემკვიდრის რაღაცნაირად როგორ ხო, იშბოშეთის რაღაცნაირად არაფრის უთქმელ პრეტენზიას. საქმე ის არის, რომ იშბოშეთი თავის მხედართმთავარს, რომელიც მამამისი საქანე ერგო მას, მიმართავს პრეტენზიით, რატო შევიდა ის საულის ხარჭასთან. შევიდა ძალიან შეურაცხყოფილი არის. ხო, არა, როგორ იყო მამანდრე, იცით რომ არა მარტო შეურაცხყოფელია, აქ არის მეორე ძალიან საინტერესო დეტალი. მეფის ჰარამხანის კვიდრის ხელყოფა ეს იყო განცხადება სამეფო ხელისუფლების ხელშეჩაგდებაზე. აქ მეფის ცოლი და მეფის სივრცე, სადაც მეფის ცოლები არიან აღმოსავლეთში, არ მხოლოდ მეფის ცოლებად არ განიხილებიან ისინი, მათი ნებისმიერი მცდელობა მათთან რაღაცა სახის ურთიერთობისა, რომელიც ცდება მორჩილებას, უკვე აღიქმება როგორც პრეტენზია სამეფო ტახტისაკენ გზის გაყვანისა და საერთოდ მეფის ჰარამხანაში შესვლა და ხელის მოკიდება მის ნებისმიერ ცოლზე. ეს არის უკვე განცხადება იმისა, რომ ის არ ცნობს სამეფო ხელისუფლებას. ამიტომაც იყო, რომ ჩვენ მე ვნახავთ ამას კიდე მოგვიანებით დავითის შემთხვევაში, სოლომონის შემთხვევაში, რომ მეფის ცოლების ამ სივრცეს საკმაოდ დიდი ყურადღება ექცეოდა და საჭურისები, რომლებიც მსახურობდნენ აქ, ამიტომაც საჭურისები უნდა ყოფილიყვნენ იქ ნებისმიერი გამოვლინება რაღაცა სხვა ურთიერთობისა ქალთან
ეს იყო ყველა დაუშვებელი და ეს აღიქმებოდა როგორც აჯანყებად, ამიტომაც იქ ვიღაცას ეთქვა, რომ მე ამას როგორ გავბედავ, მე ამას როგორ ვიკადრებ, ეს თავისთავადია არ იყო სარწმუნო, ეს უბრალოდ ბუნებრივად უნდა ყოფილიყო, დასაჭურისებული, ანუ ბუნებრივი საშუალებები წარქმეული უნდა ქონოდა, რომ მას რაიმე ზედმეტი ურთიერთობა გაებედა მეფის ცოლთან, ნებისმიერ ცოლთან. აი ახლა აქაც, როდესაც აბენერი შედის საულის ხარჭასთან, ეს საულის აი ამ უნიჭო შვილმა გაიგო როგორც აბენერის პრეტენზია სამეფო ტახტისაგან სულს. შევიდა რომ? შევიდა. ნუ ყოველ შემთხვევაში ბრალსდებს აბენერი ამას არ უარყოფს. აბენერი სხვა რამეს უფრო უარყოფს. აბენერი ეუბნება რომ მე რომ იმას თავი გამომივიეტე მამაშენის სახლისთვის. მე რომ დომოდა მეფეს ტახტზე ასვლა. შენ ახლა მეფე კი არ იქნებოდი. შენ რომ მეფე ხარ ეს იმას ნიშნავს რომ მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს მეფობაზე და პირიქით შენ იმსახურება მინდა. საულის სახლის სახურებას ვაგრძელებ. ეს ჩემი ნაბიჯი აბენერი იმისა ქვია საულის ხალჭასთან შესვლისა არ უნდა განიხილო, შენ არ გაქვს ამის მორალური უფლება, იურიდიული უფლება გაქვს, მაგრამ მორალური უფლება არ გაქვს, რომ განიხილო როგორც პრეტენზია პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ანუ უშუალოდ რომ მართლა შევიდა. შევიდა თავისთავად ეს კარგად ჩანს, მაგრამ აქ პრობლემა არის აი იმ რაღაცნაირად ვიწრო ხედვაზე, რაც გააჩნია იშბოშეთს, რომ ახლა აბენერსომ საულის სახლის გადაგდება უნდოდეს, ხო? აბენერსომ თავის მეფეს გამოცხადება უნდოდეს, ახლა ვინ შეუშლის მას, ახლა იშბოშეთი ხას ნამდვილად ვერ შეუშლის. მართლა წმინდა წერილში წერია, რომ შეეშინდა იშბოშეთს. ძალა დაეკარგა შიშისაგან, რომ იმან უთხრა, რა ქვია, აბენერმა უთხრა, აი ამის გამო შენ განახებ, ხო, დაკარგავ რამდენად ღირსი ხარ, რადგან აი აქ აბენერი ამბობს საოცარ სიტყვებს, რომელიც მისი პერსონის დახასიათებაში კიდევ ერთი შტრიხის შემტანია. აბენერი იშბოშეთს პირდება, შენ ნახავ, რომ ახსრულდება უფლის სიტყვები, რომელმაც დავითზე თქვა, რომ დავითმა უნდა იმეფოს, დავითმა უნდა დავწყსოს მისი ერი, დავითმა უნდა დავწყსოს ისრაელი. ეს იმისათვის, რა ქვია, აბენერის ბაგიდან ძალიან საინტერესო, აქამდე ეს მას არ უთქვავს. აქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა წამოსული მისგან. თუკი აბენერმა იცის, რომ ღმერთმა გადაწყვიტა დავით უნდა მეფობდეს, მაშინ საულის ძის, უფლისწულის ტახტზე აყვანა და მისი მხარდაჭერა ღვთისნების აშკარა წინააღმდეგობაში ეთვლება მას და ეს მართლაც ასეა. დავითიც აბენერს უნდა უყურებდეს ასე, რომელიც სახელმწიფოებრივად კი აზროვნებს, მაგრამ ამ აზროვნებაში არაფერია ღვთაებრივი და არაფერია სასიკეთო. და აი დავითი და აბენერი, რომელიც აი ორ სხვადასხვა მხარეს დგანან, აბენერი დავითს გამოუგზავნის შეთავაზებას, რომ მიიღოს ის თავისთან და აბენერი თავის მხრივ ვალდებულებას იღებს, რომ მთელ ისრაელს მეფის, ანუ დავითის წინ დააჩოქებს და მის მორჩილს გახდის. ანუ დავითის მეფობას დანარჩენ ისრაელზეც განავრცობს. დავითისთვის ეს ძალიან მოულოდნელი შეთავაზება იყო. დავითი ამას არ ელოდა. დავითისთვის ეს იყო აი უცებ რო გამოჩნდა საშუალება იმისა, რომ სრულიად მშვიდობიანად 7 წლის მერე ქვეყანამ შეძლოს გაერთიანება და სამოქალაქო ომის ნებისმიერი მცდელობა ძირშივე იყოს ჩახშობილი. დავითი ძალიან გახარებული დადებით პასუხს გაუგზავნის აბენერს, მაგრამ ეტყვის, რომ სანამ მოვა, აბენერმა თან უნდა წამოიყვანოს აი ის საულის ასული, რომელიც თავის დროზე უნდა იმას ეკრა, რა ქვია, დავითზე უნდა დაეკორწინებინა საულს, მაგრამ საულმა სხვაზე გაუთხრა, იმიტომ რომ დავითის შეურაცხყოფა მიეყენებინა და დავითი გამოეწვია რაღაც არამართებული ნაბიჯი გადაეტყვევინებინა და ამის შემდეგ დავითის წინააღმდეგ მტრობა მას აშკარა გაეხადა ამ ნიშნითაც. საქმე ის არის, რომ დავითი სწორედ ამ კუთხით ფიქრობს. დავითის ცოლის სანამ ვიღაცას ყავს, მისი მეფობაზე პრეტენზიის გაცხადება იმ სხვას თეორიულად შეუძლია. ეს თეორიული შესაძლებლობები უნდა გამორიცხოს დავითმა და ეს ამბავი მიუვა იშბოშეთსაც, რომ დავითი ითხოვს თავის კუთვნილ ცოლს, ანუ დავითის აი ამ საკუთრების დაბრუნებას. თავისთავად ხედია იშბოშეთისათვის ეს არის ძალიან მიუღებელი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს.
აქეთ უყურებს აბენეს, რომელიც დაემუქრა, იქით უყურებს დავითს, რომელიც აშკარად ძლიერდება. ნუ ახლა ამისი მომავალი არის, რომ იქნებ ვიღაცამ შეიწყალოს. ტახტსაც ძალიან ისე გადაულოცავს ალბათ დავითს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში. თანახმაა, რომ აი დავითსაც თასწორეს კალი ჩაუყარა. ბიბლია გვეუბნება, რომ თან ძლიერდება დავითი ძლიერდება და საულის სახლი სუსტდება. კი, და აქ ბიბლიაში ერთი ძალიან მძიმე სცენა მე ყოველთვის, ოდესაც ამ ადგილს ვკითხულობდი, ძალიან მემძიმებოდა ამ ადგილის წაკითხვა, ცოტა ისეთი რთული სცენა, ოდესაც სწავლენ და მელქოლა მოყავთ და ქმარი მოსდევს და მოსტირის უკან, რომ ნუ წამართვებს შემცავს, ძალიან მძიმე სცენაა და სცენა უფრო მძიმდება იმით, რომ აბენეს რომ მოყავს ეს ხალი, ხო, თავის არაფერს არ ამბობს და ქმარი ზლუქონს უსმენს გზადაგზა და რაღაცა ეტაპამდე რომ მოხედავს და ახლა გაჩერდი და დადექი სადაც გახარო. სხვის ცოლი ყავსო შენა. ხო და თვალცრემლიანი გააცილებს ეს კაცი თავის ცოლს უფრო სწორედ. ყოველ შემთხვევაში ახლა მაშინ ცოლი აბა რა არის ახლა წლებია გასული რამდენი ერთად ცხოვრობენ. არა შვილი არ ყოლიათ. ხო, შვილი მელქოლას არ ყავდა, ამას თავისი მიზეზი აქვს, ცოტა ხანში ამას სიტყვის მინდა წერილი ამ მიზეზ სიტყვის. აბენერი ამ ქალთან ერთად ჩადის ქებრონში დავითთან და დავითისთვის აბენერის ნახვა ახლა სხვა ამპლუაში ხდება. აქამდე დავითი აბენერს იცნობს როგორც ნიჭიერ, დიდხედავ თავარს, რომელთანაც მას არანაირი ძალაუფლებრივი გადაკვეთა არ ქონია. თვითონაც ხედავ თავარი იყო, აბენერი თავარს არ დალი იყო საულის. ანუ არასდროს არ ყოფილა მამანდრია ის, რომ დავითი აბენერზე მაღლა იდგა სოციალურ საფეხურზე, თანამდებობრივი თვალსაზრისით, როგორც მეფე. ახლა აბენერი დავითთან მოდის როგორც მეფესთან და დავითი მას უყურებს როგორც მეფე. თითქოს და ახლა აი ადამიანური თვალსაზრისით მამანდრია. რომ დავითი აი რაღაცა აზრით ამ გზაჯვარედინზე დგას, რომ დავითმა ახლა შეუძლია გამოავლინოს გამარჯვებული, სხვაზე გამარჯვებული კაცის აი ეს ურთიერთობა. ხო, ყველა ატრიბუტიკა ხო, ბოლო-ბოლო მოვიდა და თაყვანის აბენერმა და დავითთან ისე კი არ შედის იუაბი რო შედის ხოლმე, არა, შევიდა და თაყვანის. ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მოხელე საულის კარს. ხო და რომელმაც აღიარა დავითის მეფობა, ხა დავითი ამ შემთხვევაში როგორ არის? ახლა დავითი ამ შემთხვევაში ლაღი უნდა იყოს, ეს გამარჯვებულია. საოცარი თავდაპირველობა აქვს დავითს, არაფერს გავს არაჩვენებს. ახლა ხო შეიძლება ეს ვიღაცამ არაჩვენოს, იმიტომ რომ ამის გამოჩენის საშუალება არ კონდეს, ან რაღაცის შიში კონდეს, ან რაღაცის გათვლა კონდეს, არა. დავითს ყველაფერი აქვს, საშუალებაც აქვს. აბენერმა თაყვანისა და ამხელა კაცი უდგება გვერდით, შიშიც უქრება, რაღაცა სამომავლო მისი მეფობის გამტკიცებასთან დაკავშირებით. ყველა საშუალება აქვს, რომ ქედმაღლურად, როგორც გამარჯვებულმა გადახედოს, არა. არა. დავითი მას მიიღებს და მის პიროვნულ ღირსებას ხაზ გაუსვავს და ლაპარაკობენ რაღაცა თემაზე, რომელსაც ბიბლია არ ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ აბსოლუტურად გასაგებია კონტექსტი, გამოსვლის ასასეთქვის აბენერი, ეს არის ის, რომ აბენერი ახლა უნდა წავიდეს და უნდა მიმართოს უხუცესებს, ისრაელის უხუცესებს და მათი გული მოატრიალოს იმისაკენ, დავითისაკენ. ეს მართლაც ასე მოხდება. მართლაც ასე მოხდება, მაშინაც კი, როდესაც საული მეფობდა, ისრაელის უხუცესებს ესმით. რომ დავითს გაყავდა ისრაელი და გამოყავდა ისრაელი. და ეს უნდა გაიხსენოს ისრაელის უხუცესობა. ჩვენ აქ ანდრია მე ამას ატოუსავ ხას იცით, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქცევთ ერთ-ერთ რამეს, რასაც სოლომონთან დაკავშირებით გამიმეორებთ. ისრაელს ახლა კი ყავს მეფე, მაგრამ ის სტრუქტურა, რა სტრუქტურითაც მოიქცევა ისრაელის სოციალური ქსოვილი სინასტასთან, ის შენარჩუნებული. 70 უხუცესი, უზენაესი სამეთვალყურეო ორგანო, უხუცესთა საბჭო, სასამართლო ეს ორგანოები. მეფე არის ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, უზემოესი ზედამხედველი, თორე დავითი ამას ხელს არ კიდებს, დავითი ამას აწესრიგებს. სოლომონი ხელს მოკიდებს. სოლომონი ცოტა სხვანაირად შეეხება ამას. ამას მე ვიტყვი ჩვენ. დავითისთვის სინასთვის კანონმდებლობა ის კონსტიტუცია, რომელიცაც ღმერთმა ამ ხალხისაგან ერი გამოძერწა, არა მდინარესთან, არა ზღვასთან. ჩვენ ვიცით, არის მდინარეული ცივილიზაციები, ზღვის ცივილიზაციები, არამედ
ამ ხალხისგან ერი გამოძერწა უდაბნოში. უდაბნოში ერი არ იძერწება უდაბნოში. არ შეიძლება ცივილიზაცია ვითარდებოდეს, მას რაღაცა სხვა პირობები ჭირდება. და ღმერთი ისრაელს ძერწავს უდაბნოში. და ის კანონმდებლობა, რა კანონმდებლობითაც უნდა ცხოვრდეს ისრაელი, ეს კანონმდებლობას დავითისთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. დავითი ხელს არ კიდებს ამას ყველაფერს და ისრაელიც ცხოვრობს ამ პრინციპებით. ეს სტრუქტურები აქვს, ასეთი სოციალური სივრცე აქვს. და უხუცესების დამოკიდებულება ეს მთელი ხალხის, მთელი ერის დამოკიდებულებას განსაზღვრავს. და დავითი არის ძალიან ბედნიერი, რომ ძალიან დიდი პრობლემა ქვეყნის გაერთიანების, ერის გაერთიანების, როგორც ტრანსიორდანიისაკენ, ასევე ჩრდილოეთისაკენ, პრობლემა გვარდება უსისხლოდ, გვარდება უპრობლემოდ. და როდესაც გადის აბენერი და თავის მისიის შესასრულებლად მიემგზავრება. აი ამ დროს იოაბი ბრუნდება თარეშიდან, საკმაოდ დიდი ნადავლით იოაბი ასე ბრუნდება საერთოდ თარეშიდან დიდი ნადავლით ბრუნდება, გასაკვირი არაფერია. სანამ დავით შეხვდება, იოაბს დაახვედრებენ ხმას, ამბავს, რომ აქ აბენერი იყო და მეფესთან იქ ერთ-ერთზე რაღაცაზე ლაპარაკობდა. რაზე ლაპარაკობდა, ამ ინფორმაციის მიმტანმა არ იცის. აშკარად ჩანს, რომ იოაბს დავითის გარშემო თავისი წლეყავს ადევნებელ თვალყურს დავითის გვერდით ვინმე არ უნდა გამოჩნდეს, რომელიც იოაბის პრივილეგიებს შეეცილება. და ძალიან ცოცხლად არის დაწერილი წმინდა წერილში, როგორ შევა იოაბი. აი როგორი განსხვავება, როგორ შედის აბენერი დავითთან და როგორ შედის იოაბი დავითთან. იოაბი დავითს უყვირის, შენდაო აქ რომ მოგივიდაო ეს აბენერი. ხო არ გონიაო მართლა იმიტომ მოვიდა, რომ ისრაელის შენ დასაზვერად მოვიდაო, აქ ნახაო, შენაო და შეგამოწმაო. როგორ გაუშვიო ცოცხალი. ხო შეიძლება ახლა იოაბმა თავისი აზრი ჯერ ესეთის როგორ უნდა გამოთქვას და როგორ გამოთქვა. და მეორე პასუხს დაელოდოს დავითისგან, იქნებ დავით გეგმა აქვს რაღაც, არ ელოდება პასუხს. თვითონ ისა უნდა გააკეთოს. აი ესე როგორც შევიდა თამამად, ასე თამამად გამოვა მეფისაგან. დაადევნებს მდევარს. დაადევნებს მდევარს და აბენერს ეტყვის, რომ რაღაცა საქმე დარჩაო დავითს, რაღაც სათქმელი დარჩაო შენთან და მობრუნდიო. და აბენერისათვის რაღაც დავითი რო იბარებს, მეფე იბარებს უკვე. და აბენერი მოტრიალდება უკვე. და ქებრონის შესასვლელთან მას იოაბი დახვდება. მე არ ვიცი მამანდრე ახლა როგორ ავთქვა, რამდენად ლოგიკურია ასეთი გამოცდილი მხედართმთავრისაგან ის სიფრთხილის დაკარგვა, რასაც გამოიჩენს იოაბთან. იოაბი მას კალიფჭის შიგნით შეიყვანს. თითქოს რაღაცის თქმა უნდა, მახვილს შეშლებს და ქალაქის შიგნით კედლებთან აბენერს მოკლავს. ჩანს აბენერი ძალიან ენდობა უკვე დავითის გარემოცვას. აბენერს ვერ წარმოუდგენია, რომ დავითმა მიიღო აბენერი და მის გვერდით ვიღაცას შეუძლია მისი გადაწყვეტილება შეცვალოს და მისი გადაწყვეტილება სხვანაირად გამოიყენოს. ეს აბენერისათვის არის წარმოუდგენელი. მეფის ბრძანება, მეფის პოლიტიკა, ხაზი, რომელსაც ისწავლებს, როგორ შეიძლება კორექტირებული იქნეს თუნდაც მისი მხედართმთავრისაგან. თვითონ აბენერს ეს არ უკადრია არასდროს საულის. შეიძლება მას ჩაეძინა საულთან, როდესაც უნდა ეფხისლა. მაგრამ არამს და არამც ის, რომ საულის ხაზი არ გაეტარებინა. შესაბამისად, როდესაც აბენერი და იოაბი ხვდებიან ერთმანეთს, ეს ისრაელის ისტორიაში არის უნიკალური მომენტი, როდესაც ორი უდიდესი მხედართმთავარი, უნიჭიერესი, ორი ძალიან დიდი ვაჟკაცი შეხვდება ერთმანეთს და თვალებში ჩახედავს. მაგრამ აბენერის მხრიდან იყო გულწრფელი. მზერა ხოლო მსაკრულად უყურებდა მას იოაბი. ძმა ყავდა მოკრული მისი და პრინციპში სისხლი მართებდა თითქოს და ამიტომაც არის ცოტა მოგვიანებით დავითი იოაბს ამის გამო ვერაფერს ეტყვის. არა მარტო ამის გამო, არამედ იმ სიფრთხილის გამოსაც ზოგადად დავითი იოაბის აბენერს ძალიან დაიტირებს და კი, ახლა ამას ხაზი უნდა გაუსვათ ჩვენ აბენერის დატირება. რომ შენც უნდა იგლო. ხო, არა, აბენერის დატირება ეს ცალკე ის არის, უბრალოდ აქ ყურადღება რას უნდა მივაქციოთ მამანდრია, რომ თვითონ იოაბმა შეიძლება აი
სხვის გასაგონა თავისი მოქმედება სრულიად გაამართლოს რჯულის პრინციპებით, რომ ის არის არა აბენერის წინააღმდეგი, არამედ ის რჯულის იმას მოწყობას აღასრულებს და თავისი ძმის სისხლის წილ, ასე ვთქვათ, ზღო აბენერმა თავის თავოცხადია ბოლომდე იუაბი აქ თავს ვერ გაიმართლებს, ასეც სასამართლო უნდა გამართულიყო და შესაბამისად უნდა განაჩენი გამოიტანათ აბენერისათვის ასე თვით ინიციატივით იუაბისაგან ამის გაკეთება შესაძლებელია ბოლომდე გამართლებული არ ყოფილიყო, მაგრამ აქ საინტერესო სხვა რამეა, ამბავი იმასთან დაკავშირებით, რომელსაც ახლა თქვენ თავად ამბობდით მამანდრია, დავითი გაიგებს აბენერის სიკვდილს, მაგრამ არა უბრალოდ სიკვდილს, არამედ იუაბის ხელისაგან სიკვდილს. და ეს იმ უხუცესებში, რომელი უხუცესებიც აბენერისაგან ისმენდნენ, რომ დავითს უნდა დაემორჩილონ. შეიძლება სხვანაირად იყოს გაგებული, შეიძლება გაგებული იყოს ისე, რომ დავითმა შეიტყუა აბენერი ქებრონში და იქ მუხანათურად მოკლა. ეს იუაბმა მოკლა თუ დავითმა მოკლა თუ იმან მოკლა, რა ქვია, აბიშაი მოკლა, ამას არავინ არ იკითხავს გარეთ. გარეთ სურათი არის ასეთი, რომ დავითმა მოკლა აბენერი. სინამდვილეში დავითს აბენერის სისხლში ხელი არ ურევია. ამიტომაც დავითი კატეგორიულად ბრძანებს, თვითონ კი არა, თელმა სამეფოს სახლმა უნდა დაიტიროს აბენერი, თელმა ისრაელმა უნდა ნახოს, რომ აბენერის სიკვდილში დავითის სახლს ხელი არ ურევია. აბენერის სიკვდილი სხვა რამ კონფლიქტის შედეგია და არამს იმისა, რომ დავითმა მზაკრულად საულის ხედავთავარი შემოიტყუა იუდას დედაქალაქში. ამიტომაც თვითონაც შემოიგლის ტანისამოს. სამეფო სახლიც ასე გააკეთებს და ზისჩასვლამდე მარხულობდა უნათქვამია და მიუძღოდა საკაცეს, იმ საკაცეს, რომელთაც იმას შეგვიძლია მიასვენებენ აბენერს და წმინდა წერილი ხაზგასმით ამბობს, რომ დაინახაო ისრაელმა, რომ როგორ დაიტირაო დავითმა აბენერი. ამით მიხვდა ისრაელი, მიხვდა ის უხუცესობა, მიხვდა ის უზემოესი ორგანოს წარმომადგენლები ისრაელში, რომ დავითის ზაკვრულად არ მოქცევია აბენერს და აბენერის სიკვდილის მიზეზი აბსოლუტურად სხვა არის ისრაელის გაერთიანებას, რომელიც დაწყებული იყო დავითის და აბენერის მოლაპარაკების შედეგად, წინ არაფერი არ უნდა დაუდგეს. აქვე დავითი ხაზგასმით იტყვის, შესაძლებელია ეს სიტყვები არ არის მარტო სამგლოვიარე პროცესიაზე ნათქვამი სიტყვები, არამედ ეს სიტყვები მთელ ისრაელს მოეფინა. იცითო თქვენ დღეს რა ვაჟკაცი მოუკვდა ისრაელს, ანუ აბენერის ღირსება აბსოლუტურ სიმაღლეზე ყავს აყვანილი დავით მეფეს და იქვე წმინდა წერილი დავითის დამოკიდებულებას ამჟღავნებს ცერუიას ძეების, ანუ იუაბისა და მისი დარჩენილი ცოცხალი ძმას აბიშაისთან მიმართებაში, რომ სისხლმდიდარი და ყავარჯდიანი არ გამოლიოსო ღმერთმა მათ სახლში აბენერის სისხლის გამო, ისინი დღეს ძლავრობენ მე დავითი ამას პირდაპირ ამბობს, რომ ისინი დღეს საკმაოდ ძლიერები არიან. მარტო დღეს არა, დავითის მთელი მეფობა მამანდრია ჩაივლის იუაბის ამ დომინირებაში. დავითი იუაბს ვერაფერს ვერ გაუკეთებს, აბსოლუტურად. მცდელობა იქნება, მაგრამ ჩვენ მე ვილაპარაკებთ ამ მცდელობა იქნება, მაგრამ ეს მცდელობა, მისი ეს მცდელობა ყულად უშედეგოდ ჩაივლის. ძალიან საინტერესოა შემდეგი თხრობა წმინდა წერილისა, რომ დავითი მთელ ისრაელზე გამეფდა. ნელ-ნელა მიდის ეს პროცესი, უხუცესები მოდიან, დავითის მეფობას აღიარებენ, ეს ნიშნავს, რომ ჯარი, რომელიც სხვადასხვა ტომში დგას და ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც მართავენ ქალაქებს თუ დაბებს თუ ასე შემდგომ, მთლიანად დავითის მორჩილებაში შემოდიან, მთლიანად ეს სივრცე დავითის მეფობის ქვეშ არის გაერთიანებული. როგორც ადრე აღნიშნავდით, 7 წელი და 6 თვე იმეფა დავითმა იმაზე რა ქვია იუდას ტომზე 30 წლის იყო დავითი როცა გამეფდა, სიმპტომატურია 30 წლის არის ჩვენი მაცხოვარი, როდესაც გამოდის სამოღვაწეო სარბიელზე, 40 წლის განმავლობაში იმეფა დავითმა მთელ ისრაელზე, აქედან 7.5 წელი როგორც გითხარით მხოლოდ იუდაზე და დავითი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა, საკმაოდ ახალგაზრდა, საკმაოდ მცირე წლებია, მაგრამ მე ჩვენ ვიტყვით რომ დავითის ცხოვრებამ დავითი ძალიან დააუძლურა თავის ამ ასაკში და მან ვეღარ შეძლო მეთხანს ცხოვრება. ეს ცოტა მოგვიანებით. ჩვენ ალბათ უნდა
მოახსენოთ ისბოშეთის მკვლელობის. ხო, ახლა ეს დეტალი თავისთავად ცხადია, ვინაიდან ამ გაერთიანების პროცესში მეორდება იგივე. იგივე მეორდება. დავითის წინაშე როგორც საულის ბატონო. სიკვდილი ახარეს, ისე ვიღაცამ ესე იგი ხო, ახლა გადაწყვიტა, რომ ეს გაუხარდებოდა. ხო, პრაქტიკულად ისბოშეთი რა არის? პრაქტიკულად ისრაელის უხუცესობაც აღარ აქცევს ამ კაც ყურადღებას. ხო, თავისთვის რაღაცა ესე ჩამოდასუსტებული. ხო, რაღაცა სამუზეუმო ექსპონატივით დარჩა, არტეფაქტივით არის რაღაცა. და საულის ისევ და ისევ ამ სამხედრო შენაერთების ერთ-ერთმა ორმა წარმომადგენლმა ძმებიან ისინი, რომლებსაც თავიანთი ასე ვთქვათ პოსტი ჰქონდათ ამ მაშინ რა ქვია დაჯგუფებაში, ჩუმად შეიპარებიან და ისბოშეთს ძინარეს მოკლავენ, მეხუთე ნეკლთან ჩასცემენ. მახუს ახლა ეს მეხუთე ნეკლს ახსენებს მინდა წერილი, ეს სიმპტომატურია. ეს იმას ნიშნავს, რომ მის კვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება დაადგინა დავითმა, დააწესა დავითმა, ანუ წმინდა წერილში ეს კი არის, ასე ვთქვათ, გადაბმულად მოცემული, რომ ისინი ჩამოდიან დავითს ახარებენ, რომ აი ვიღაცა რო დარჩენილი იყო საულის სახლიდან, ის მოკალეთო და დავითი უყურებს ალბათ და როგორც ეგონაო საულის სიკვდილის ახარებელს, რომ თითქოს შევაქებდი უმას და მახვილი იმას აკნაო თქვენს მახვილი, იმიტომ რომ იმას უფრისხებულის შულზე გაბედან და სამაგალითოთში სამაგალითო. ამიტომ გითხრა ეს მეხუთე ნეკლს ხსენებას ამას გულისხმობს ამანდრე, რომ დავითმა ეს გახადა საქვეყნო ცნობილი. თელმა ისრაელმა უნდა იცოდეს. რევოლუციური მოძრაობა, მეფის წინააღმდეგ მახვილის გაშიშვლება, ეს სახელმწიფოში არის დაუშვებელი. არაფრით არ შეიძლება ეს ავნებს სახელმწიფოს, იმიტომ კი არა ამ მეფის მერე მეფე არ გამოჩნდება, როგორ არა გამოჩნდება. მაგრამ ქვეყნისათვის არის დამანგრეველი გადატრიალება, ქვეყნისათვის არის დამანგრეველი რევოლუციური და ასე შემდგომ მოღვაწეობა. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც აი ამ იმაში არის ნახსენები, საკმაოდ ისე განკვირთ ამას ცოტა დიდ დროს დაუთმოს მინდა წერილი. წინა წერილი ახსენებს, რომ იონათანს ყავს დარჩენილი ერთი ძე. 5 წლის იყო მაშინ, როდესაც ფილისტიმელების შემოსევის ამბავი რო გაიგო ისრაელმა, ძიძა მოკიდა ხელი და გაქცევის დროს გაუვარდა ხელიდან და ორივე ფეხით კოჭლობდა. ანუ აი ძალიან ისე მძიმე მდგომარეობაში დარჩა საულის და დავითის შემდგომ მოიძიებს ამ კაცს და ჩვენ ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ახლა ერთი დეტალი, რომელიც ამ კონტექსტში აუცილებლად არის მამანდრიას სათქმელი, ეს გახლავთ ამბავი იმასთან დაკავშირებით, რომ დავითი მთელ ისრაელზე მეფობს. მაგრამ ერთი პრობლემა აქვს დავითს. დედაქალაქი არის იუდას ტომში. ისრაელის დედაქალაქი არის იუდას ტომში და ეს იუდას ტომს აძლევს სწორედ ისეთი ყელყელაობის საბაბს, რაც თავის დროზე ჰქონდა ეფრემის ტომს, თავის დროზე ჰქონდა ბენიამინის ტომს. დავითის დიდებულება აქ როგორ ჩანს. რომ ეს არ უნდა ქონდეს არც ერთ ტომს. ისრაელში არც ერთმა ტომმა პირველობაზე არ უნდა განაცხადოს პრეტენზია. ამიტომ ქებრონი ვერ იქნება ისრაელის დედაქალაქი. ქებრონით ვერ იამაყებს ისრაელი და ჩრდილო ტომებისათვის ქებრონის დედაქალაქად დარჩენა ყოველთვის კითხვის ნიშნის დაწერის თეორიულ შანსებს გამოიწვევს. ყოველთვის. დავითი იღებს გადაწყვეტილებას რაღაცა ისეთი სივრცე მონახოს, სადაც რომლის აი განფენილობაც ერთი ტომის შიგნით არ იქნება. ტომთა ასე ვთქვათ, საზღვარზე იქნება და გარკვეულწილად ვერც ერთი ტომი ვერ იტყვის, რომ ეს შემია რაღაცა ნაწილი ტომის, სხვა ტომის საზღვრებში იქნება და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. შეუძლია დავითმა ამისათვის აღაშენოს ქალაქი. მაგრამ დავითს არ ჭირდება ქალაქის აშენება, ბუნებრივად არის წარმოდგენილი სიონის მთა, იებუსი, სადაც იებუსელები ცხოვრობენ და დავითი თავის მეფობისას პირველად საოცარ გადაწყვეტილებას მიიღებს. იუდას ტომის ჯარმა კი არა, მთელი ისრაელის ჯარმა უნდა იბრძოლოს ახლა ქალაქი იებუსისათვის. ეს სიმაგრე მთელმა ისრაელმა უნდა აიღოს. რადგან ეს სიმაგრე რომელიმე ტომის კი არ უნდა იყოს. ეს სიმაგრე მთელი ისრაელის უნდა გახდეს. იებუსელები შემოუთვლიან დავითს, რომ ბრმების და კოჭლების კი გაგაცემენო აქიდან. ეს ერთი შეხედვით ცოტა გაუგებარია. ხა დავითი რომელიც ხო, ესე ასაგდები არ არის. ასე ისტორია აქვს და დავითის წაგებულიობი არ არსებობს და იებუსელები ცოტა ისე სიბრიყვეზე ლაპარაკობს. სიბრიყვე. ერთი მხრივ სიბრიყვეზე გეთახმართ და მეორე მხრივ საუბრობს რამდენად სტრატეგიულად ძლიერია და მიუდგომელია და ყურადღება
მისაქცევია აი ეს სივრცე ისრაელის ტერიტორიაზე. დავითი შეკრებს და იმ ღმერთის სახელით, რომელმა ღმერთმაც მას გოლიათი დაამარცხებინა, აი ამ გეოგრაფიული გოლიათისაკენ დაიწყებს სვლას და ისრაელი იებუსის ციხესიმაგრეს აიღებს. თქმულება დარჩება. კოჭლები და ბრმები ნუშევლენ ტაძარშიო. ვინაიდან დავითის ბრძანებით კოჭლები და ბრმები უნდა გამოსაჩენად გამოეყვანათ და დაენახებინათ. აი ის ვიც აპირებდა დავითის ძლევას იებუსეველთა თვალსაზრისით. და მე როცა იერუსალიმში ტაძარი აშენდება, ეს თქმულება იქნება, რომ ბრმა და კოჭლი ნუშევა ტაძარში. რა არის ძალიან საინტერესო ახლა ამასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით საინტერესო გახლავთ ის, რომ დავითი დაარსებს ქალაქ იერუსალიმს. ეს არის დავითის ქალაქი. ეს არის ქალაქი, რომლისადმისაც დავითს აქვს ძალიან დიდი ყურადღება მიპყრობილი, რადგან იერუსალიმი მას გული უგზნობს. რაღაცა დიდი უნდა გახდეს. დიდი, იმაზე დიდი, ვიდრე პოლიტიკური ცენტრი, იმ სამეფოსი, რომელ სამეფოზეც ის დაადგინა ღმერთმა. დიდი მადლობა გიორგი, ძალიან საინტერესო თხრობა იყო ეს ეპიზოდიც და ახლა ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ესე დაწრულებით, ესეთ ნიუანსებში, ესეთ აქცენტებში ამ ბიბლიური სიუჟეტის თხრობა ზოგადად ძალიან საინტერესოა მაყურებლისთვის, სასულიერო პირებისთვის, ვისაც აინტერესებს ბიბლია და ამიტომ გულწრფელ მადლობას გიხდი, რომ ამდენი შენ ნაშრომი აი აქ ესეთ თხრობაში სამუდამოდ გვექნება გადაცემების ციკლში. მადლობას უხდი მაყურებელს, იმედია რომ ეს ყველაფერი სასარგებლოა და საინტერესო არის თქვენთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ გადაცემებს და შემდგომი თხრობა იქნება ქრონოლოგიურად გაგრძელება ამისი და ჩვენ უნდა ვისაუბროთ ტაძრის აშენების სურვილზე დავით მეფის მხრიდან. დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.